ხერხემალი სხეულის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ის დაზიანებისგან იცავს ზურგის ტვინს, უზრუნველყოფს დგომასა და მოძრაობას. ამჯერად ხერხემლის დაავადებაზე მოგიყვებით, კერძოდ სკოლიოზზე. ეს არის ხერხემლის გამრუდება და მისი გამომწვევი მიზეზი უმეტესად უცნობია. ის განსაკუთრებით ხშირად გვხვდება უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზარდებთან. 3 წლამდე განვითარებულს ინფანტილურს, 4-დან 10 წლამდე იუვენილურს, 11-დან 18 წლამდე კი მოზარდთა სკოლიოზს უწოდებენ. არსებობს ასევე თანდაყოლილი და ნეირომუსკულარული. სპეციალისტების განმარტებით სკოლიოზის დროს უმეტესობა არაფერს უჩივის. იშვიათად კი მას თან ახლავს სიმპტომები: ზურგის ან წელის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება დიდხანს დგომის ან ჯდომის შემდეგ, თეძუების ან მხრების ასიმეტრიული დგომა. დაავადების დასადგენად გამოკვლევა ტარდება. როგორც ექიმები განმარტავენ, მსუბუქ იდოპათიურ სკოლიოზს მკურნალობა უმეტესად არ სჭირდება, მაგრამ როდესაც ის უკვე თვალითაც ადვილი შესამჩნევია, შესაძლოა ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც გამოიწვიოს, ამიტომ თუ მკურნალობა არ დაინიშნა, პაციენტს უნდა დაუწესდეს მეთვალყურეობა. რეგულარულად წელიწადში 2 ჯერ უნდა ჩაუტარდეს კვლევა, რათა მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში ექიმმა დროულად და სათანადოდ იმოქმედოს. მკურნალობა დამოკიდებულია სკოლიოზის მიზეზზე, გამრუდების ადგილზე, მრუდის სიდიდეზე და პაციენტის ასაკზე.